ჩვენ ყოველდღე ვიხდით პარაკლისებს, ყოველდღე ვლოცულობთ, ყოველდღე ღამე ვწირავთ. თითქმის აი 24 საათიანი ლოცვები გავს, რომ ეს დამშვიდეს. ვიცი რომ ლოცვას დიდი ძალა აქვს. ამიტომ ახლა ყველას ვთხოვთ ბრევლის წევრებს, ოღონდ ძალიან ვთხოვთ. ახლა ვინც ამ ქადაგებას მოусმენ, არავინ ეს არ დაარღვევთ. ძალიან ვთხოვთ. თუ გინდათ რომ ქვეყანა მშვიდობა იყოს, ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ყველას თქვენთაგანს. და ვინც ამ ქადაგებას მოისმენს, მე ინტერნეტშიც. თუ ქრისტიანები ხარ და თუ მართლა მშვიდობა გინდათ ამ ქვეყანაში, ყველა დღე ერთი თავი სახარება წაიკითხეთ. სახარება არის ქრისტეს სიტყვა. ოღონდ როგორ წაიკითხოთ, იცით? წაიკითხეთ ეს, რომ ერთმანეთში სიყვარული დამკვდეს. ამისთვის წაიკითხეთ ერთი თავი სახარება. ყოველდღე ერთი თავი სახარება წაიკითხეთ და იკითხეთ ეს ყოველდღე ოღონდ. ეს მე კი არ შეწყვეტოთ, ყოველდღე აკეთეთ ეს, იმიტომ რომ მარტო განსაცდელის დროს კი არ უნდა გვახსოვდეს ღმერთი. ღმერთი უნდა გვახსოვდეს სულ. უნდა შემოვკრიბოთ ჩვენი ძალები და ყველას ვთხოვთ ამას, რომ ყველას გქონდეთ სახში ახალი აღთქმა, სახარება და ერთი თავი ყველამ ყოველდღე წაიკითხეთ. ნელა მშვიდად რაღაცა რომ რაღაცა ეს ზალა ღმერთს ვთხოვოთ ყველამ შეწევნა, ღმერთს ვთხოვოთ ყველას დახმარება, რომ შეწევნა და დახმარება ვითხოვოთ მისგან. სხვანაირად იცოდეთ, ძალიან ცუდ შედეგამდე მივალთ და ძალიან წარე იქნება, იმიტომ რომ ღმერთი გვიყურებს ყველას, ზედაღვთისმშობელი გვიყურებს ყველას, მას უნდა რომ ჩვენ კარგად ვიყოთ. და გრძნობთ ამას, მაგრამ ჩვენზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული ადამიანებზე. ლოცვას აქვს უდიდესი ძალა აქვს. იოანე დამასკელს ხელი რომ მოკვეთეს, ლოცვით ხელი შეიერთა, წარმოიდგინეთ, ეს ზღაპრები კი არა, რეალური ამბავია. ნამდვილი ამბავია ეს. ნამდვილი ამბავია. დავით გარეჯელმა იერუსალიმში წავიდა, 3 ქვა აიღო და თელი მადლი წამოიღო იერუსალიმიდან. და ისეთი ლოცვის ძალა ქონდა ადამიანებს. ლოცვას უდიდესი ძალა აქვს, უნდა დაეჯეროთ რომ ლოცვას აქვს ძალიან დიდი ძალა. მე მინდა ახლა ყველამ ერთად ვთქვათ, მოწყალებისა კარი გამგვიგეთ, თელი გულით ვთხოვთ დედაღვთისმშობელს, ამ ლოცვასაც აქვს უდიდესი ძალა, მოწყალებისა კარი გამგვიგეთ, უდიდესი ძალა აქვს. ჩვენ გავხსოვთ საქართველები დატყვევებული ყავდა და როცა მათ დახოცვას აპირებდნენ, თელმა ამ ჯარისკაცებმა გულით თხოვეს დედაღვთისმშობელს, რომ დააბრალეს მეფის ყოლობა დააბრალეს ამ ჯარით თქვენ მოკალეთო და მე ითხოვეს, წაიკითხეს ეს ლოცვა და მკვლელი ტყიდან გამოვარდა მე მოკალიო. და ეს ჯარისკაცები გადაჭი, ქართველები დედაღვთისმშობელმა გადაარჩინა. და მე მჯერა თუ ჩვენ ყველა გულით ვიტყვით ამ ლოცვას და გულით ვიტყვით ყოველდღე მოწყალებისა კარი გამგვიგეთ, რამდენჯერაც გექნებათ ამის საშუალება, ყოველ წამს თქვით ეს თელი გულით, რომ შევავადოთ ღმერთ ჩვენი ქვეყანა, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს ყველაფერი, დამთავრდეს ეს აი ამდენი ბოღმა და ამდენი სიზული ერთმანეთის მიმართ. და ღმერთთან შეგვაძლებინოს ეს